უცნობი ქვეყანა ესე ქვია სტატიას, რომელსაც ცნობილი ჟურნალი GQ საქართველოს შეესახება აქვეყნებს. პუბლიკაციის ავტორი ჟურნალის მთავარი რედაქტორის მოადგილე ქსენია სოკოლოვაა. ჟურნალისტი საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ ქვეყანა მოკლევადებში შეძლო ის, რასაც რუსეთმა წლების განმავლობაში ვერ მიაღწია. ქსენია სოკოლოვა საქართველოს ზაფხულში სტუმრობისა და მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ დაინტერესდა. სტატიის ავტორი წერს, რომ რუსეთში იმდენად დიდია პოლიტიკური პროპაგანდა, რომ ის ვერასდროს არ მოედგენდა საქართველოს ასეთ წარმატებებს. GQ ჟურნალისტი თითქმის ყველა რეგიონის გუბერნატორს შეხვდა, გატარებულ რეფორმებს ადგილზე გაეცნო და საქართველოს მთავრობის მიღწეული წარმატებებით მოხიბლულმა აღნიშნა, რომ აუცილებელია რუსეთში ყველა მიცოდეს მეზობელ ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ. В России такой стереотип, он действительно не то, что гадает. რუსეთში არსებობს ასეთი სტერეოტიპი, რომელიც წლების და საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბდა, როცა საკუთარ ქვეყანას ძალიან ცუდად აღიქვამ. აი ჩვენ ცუდი ამინდი გვაქვს, ცუდი კლიმატი გვაქვს, ცუდი ხელისუფლება გვყავს და სულ ასე იქნება. ხო, ჩვენ ცუდი ხალხიც გვყავს, ძალიან მორჩილი, გაუნათლებელი და უზრდელი და ამას ვერაფერს უზამთ. და საკუთარი ქვეყნის ამგვარ აღქმაში თავისი წვლილი ჩვენმა მწერლებმა და კლასიკოსებმა შეიტანეს. სიტუაცია, რომელიც ახლა რუსეთშია, არის პოლიტიკური სტაგნაცია. რა გააკეთა საქართველოს, რაც გამოუგნებელია, მამ მკვეთრად და ყველას გასაგება თქვა, რომ სხვანაირადაც შეიძლება და რომ არავითარი განსაკუთრებული გზა არ არის. ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს, არა ვიღოთ ქრთამი შეიქმნას ღია ქვეყანა, შეიძლება ნატოში გაწევრიანება. ხელისუფლების მიზანი იყოს, რომ ხალხი უკეთ ცხოვრობდეს დასავლური დემოკრატიული ფასეულობებით. რასაკვირველია, ასეთი მიდგომა ეწინააღმდეგება რუსეთში არსებულ სახელმწიფო სისტემებს. ეს აჩვენებს და ამტკიცებს, რომ რუსეთი არის აბსოლუტურად შეუძლო და ასე იქნება ყოველთვის. ამ დროს კი პატარა საქართველო აჩვენებს, რომ შეიძლება სხვანაირადაც იყოს. და ეს გახდა ჩემთვის მიზეზი, რომ იქ კიდევ ჩავსულიყავი. მეჩვენება, რომ ქვეყანა მართლაც ასრულებს იმ მიზანს და ამოცანას, რომლის დეკლარირებასაც ახდენს. ქვეყნების დამოკიდებულებაზე მათი ლიდერების ურთიერთობა რასაკვირველია გავლენას ახდენს. სააკაშვილსა და პუტინს შორის ძალიან დიდი პიროვნული სხვაობაა და ამ ადამიანებს რასაკვირველია ერთმანეთი არ უნდა მოსწონდეთ. ეს კი რიგითი ადამიანების აღქმაზეც მოქმედებს. ეს თვალსაჩინოა, უბრალოდ რუსეთში არავითარი ინფორმაცია არ აქვთ რეალურად რა ხდება საქართველოში.